დიდი და ამხესი. მადლობა, ღმერთს მშვიდობით ამოვედით. მეგობრებო, ნახეთ რა ცოტა გვაკლია. ხელი მაქვს სულ გადატყავებული. ღმერთო არ მზერა რომ ამას ვაკეთებ. ვაიმე კი მე გაწვა. გიჭერ გაწვევი. იქითა. მე გონდა რომ უკვე ჩავარდი რა. ვაიმე დაიზრა? ეხი მიკანკალებს ხო ბიჭო. ამას გისრიალებ იცოდე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემს ახალ არხზე. დღეს გადავიღებთ მე და ბადრი ახალ ვიდეოს, სადაც ავალთ აი იქ. ალბათ გეცნობათ ეგ ადგილი წინა ვიდეოდან, სადღაც 1 წლის წინ გადავიღეთ მე და ბადრიმ. ეს ის ადგილია, სადაც მართლა კინაღამ დავტოვე ჩემი ცხოვრება. ბადრი მაგარი ვანერვიულე და იმედია დღეს არ მომიწევს შენი ნერვიულობა ძმოვან. მე არ ამანერვიულებ და მშვიდობით დასრულდება ყველაფერი. მშვიდობით ავიდეთ, მშვიდობით ჩამოვიდეთ. ახლა ავიბარგებით, რაღაცებს ავიღებთ, რაც დაგჭირდება მაღლა ასასვლელად. წყალი წამოღებული გვაქვს, ყველაფერი წამოღებული გვაქვს. წყალი ჩანთით. წყალი სტატივები, დრონი. გადასაღებად რაც დაგჭირდება. ასევე ბადრის აქვს დრონი. დრონს ავაფრენთ, ნახავთ ყველაზე კარგ ვარიანტს, საიდან შეიძლება ასვლა და იქიდან ავალთ სავარაუდოდ მაგ კადრებსაც განახებთ რა. მე ესეთი კუდი დავითრიე და სათვალეც ხეთათვანის მაქვს წამოღებული სხვათა შორის. თუ დამჭირდა რამეში. დღეს ავდივართ უეჭველი რა. წინაზე მაინც არ ვიცოდით როგორ ავსულიყავით ისა ეს რა, რასაც ვხედავ ესე პირდაპირ ვადიხარ და ეგრე რთულია და ახლა დრონი გვაქვს და უფრო გზებს კარგად ავუყურებთ. კი ბატონო. ნახეთ მეგობრებო რა იპოვა ბადრიმ. სიცარიელია შიგნით, ესე გამოიყურება. მეგობრებო, ისეთი ქარი ამოვარდა, იმედია დრონი აფრინდება და რამე ერორს არ ამოვაგდებს. ძალიან მაგარი სიცხეა და წესით ცოტა შეგვაფერხებს რა სიცხე. მაგრამ წყალი გამზადებული გვაქვს. უბრალოდ ისეთ ცივი წყალი წამოვიღე, ჩათბა უკვე. მოგვიწევს თბილი წყლის დალევა. შენ იმაში კიდევ ეს თერმოში? არა, ალუმინის მათარა მაგა. ო, მაშინ კი. ახალი არხია ეს მეგობრებო და გამოიწერეთ არხი უეჭველი. და დალაიქეთ ვიდეო, რომ კიდევ გადავიღო მსგავსი კონტენტი და უფრო მაგარის რა. სპონსორები გჭირდება ამ არხს. ასევე ჩემი ინსტაგრამი არის აღწერა, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ამფოლოვოთ და ბადრის ინსტაგრამსაც მიუთითებ, იქაც ვაქტიურებთ ხოლმე. ახლა არის ზაფხული. შესაძლოა გველია რამე ქვეწარმავალიც იყოს ქვემოთ ასე რომ უნდა დავაკვირდეთ მაინც ნიადაგს. გონი იგივე გზით ავდივართ, წინაზე საიდანაც ავედით, ხო? და მე ზევიდან იქიდან გადავხედავთ უკვე. შეიძლება მოვიმოქმედოთ. ქვევიდან დაღმართი ჩანს, მაგრამ მერწმუნეთ ისეთი აღმართი არის, აქ ვერ აღიქონთ უბრალოდ. დრონის კადრებს ნახავთ. აი იქით გაახედე სუსუ იქით. მანდ რო ხედავთ გასწორებულ კედელს. ეგეთია ზემოთ ზუსტად რა. კიდევ საკმაოდ დაგვრჩა ასასვლელი და აქედან ახლო ჩანს, მაგრამ რამდენი ამოვიარეთ, ნახეთ მანქანა სად არის. ჩემი თილისმა ფეხსაცმელებით ვარ წამოსული. წინაზე ამით დავცურდი. ინაღამ რო დედამიწა დავტოვე, მაგრამ გადავრჩი რა მაინც. ეს არის ღმერთის და ბადრის დამსახურება. დავიფიქრე კიდე იგივე ფეხსაცმელი ჩამეცვა, რადგან წინაზე გამიმართლა. ვემზადებით დრონის ასაფრენად, ის არის ის წერტილი, საიდანაც ავაფრენთ. ახლა მთავარია ქარმა ხელი არ შეგვიშალოს რა. ბადრი უკვე დრონის ფრენებში სპეციალისტი. რა სპეციალა, მაგრამ არ გადავამოვა. აი კიდევ ვარდებოდი შენ შეხედე ბიჭო რა საშიშია. აი აქ მაინც ყოლა გიქნათ მეგობრებო, როგორ ჩამოპრეელებული ადგილია. მოკლედ რა სიტუაციაა? დრონით გადავხედეთ, მაგრამ მისაღწევი მაინც ვერ ვნახეთ იმ გზის გარდა, სადაც წინაზე ვიყავით რა. ალბათ ისე მაქამდე მივალთ და წინაზე სადაც ვერ გადავედით, ალტერნატიულ გზას მოვძებნით და ერთი ვარიანტია რა კიდე. აი იქით ნახე. იქიდან ფიქრობ რომ ავიდეთ. ხო, მითხატა ქები არის გაჩერებული და ის ფები თვა გაჩერებული არ ამგონი თუ ესეთი იყოს. კაი გავუყვეთ მაშინ იქით. ყველანაირად შევეცდებით ავიდეთ, მაგრამ თუ ვერ ავედით, თუ რამეა დრონის კადრებს განახებთ, შევეცდებით რომ შიგნით შევახედოთ დრონს. მაგრამ მინდა რომ აი პირადად ჩემი თვალით დავინახო შიგნით რა ხდება რა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იქ ასასვლელად. აი ეს არის მეგობრებო ის ასასვლელი, რომელიც მე და ბადრიმ განვიხილეთ. ასვლა შესაძლებელია, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა, ეგ უკვე სხვა საკითხია რა. შენ რას ფიქრობ ბადრი? ხო, იქინას სხვანაირად შორიდან ძალიან მარტივია, მაგრამ ეგეთი მარტივიც არ არის. ან ჯოჯოებითაა გადატენილი. ერთი იქა, ერთი იქა. ხო, ეგენი არა უშავს კაცო. პროსტა არ მინდა რომ შევაწუხო. ურთულესია რა, ურთულესია. ძალიან მხვიერი მიწა არის მეგობრებო და ფიზიკურად ზოგან შეუძლებელია ფეხის დადგმა. ან ცალი ხელით რო კამერა გიჭირავს. ვაფშე რთულია. როგორი მსხრევა. ერთი რომ მოვქაჩოსო, ჩამოვარდნილია.
მიდი და ამ ხასენდი. გაჩერდი? გავჩერდი, მაგრამ ნახე როგორ მიდგას ფეხი. ნამ დავსრიალდი კიდე მეგობრებო. აქედან არა ვედით, კაცო. მოვახციეთ მეგობრებო, საიდანაც უნდა ავიდეთ და ბადრიც ემზადება აგერ ასასვლელად. წყალი მინდა კი უეჭველი. კაი მაღალზე ვართ უკვე ამოსულები. მეგობრებო, აქედან გაიმაზა, იმიტომ რომ ჩვენ აქედან იქიდან ვერ ხედავდით, აქედან გოგონა უკვე მიწა კი არა ისე იგივე კლდეა, რომელიც ეგრევე ეფშუნა. ამიტომ ფიქრობთ, საიდან წავიდეთ? იქით გავუყვეთ და სხვა ადგილები მოვზებნოთ თუ ძველი გზა ვცადოთ. ალბათ ისე ძველ გზაზე უნდა მივიდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მარტივად აქედან ავედით და ბოლოში იყო რთული და რამე სხვა გზა რაღაცა მოვიფიქროთ რა. ხო. მაგათაც საფეხურები გავაკეთოთ. ოღონდ ეგრე ვფიქრობ. თუ შევატყეთ რომ ძლებს. აქ შანსი არა. აქ ფიზიკურად ვერ ავდივართ. აქ არის, აი კარგი მთასვლელი, აი მართლა კარგი მთასვლელი აქ ჩაოლებრივად. მისთვის იქნება ეს გასართობი ადგილი. მთასვლელები არც ერთი არ აქვს. როგორც წინა ვიდეოში თქვი, ერთი გეიმერი კაცი ვარ. პარაკორდის თოქს მოვავო და დავტოვებ ჩანთა საათი. ყუილა როა თრიო რა. სათის პლუსი ისაა რომ რო წაიქცე, ერთად აგვიფაროს. ზურგით რო დაეცე, გიცავს. ზურგის ბრონია ჩათვალე, მაგრამ ბრონია რო პირიქით ხელ შემიშლის. ვაքի მე შენაც. ნახე როგორ მოვაქ. აი ძალიან ხილად. ხილად ვიქნები კი. მაშინ აქ ვიყავით ბიჭო ამოსულები. მან და ჩანთა ავიტანეთ თოკით. თოკით თუ ემწერაქვით, აღარც მახსოვს. თავარია მანამდე ახვიდე. ახვედი? ყარად გახარ? მადლობა ღმერთს, მშვიდობით ამოვიდე. ახლა ველოდებით ბადრის რო აქ ამოვიდეს. აქ არის ძალიან დიდი ქვა და ტყდება რა. ძალიან დაბა ხიჭვები შემეწო. ძალიან ფრთხილად იყავი ბადრი რა. შემდეგ ესე უნდა გავუყვეთ. ბადრის დაველოდოთ და სადაცაა ამოვიდა. ეცინება ჩემთვის. პატარა რობოტიო. რაღაცა ფრინველი არის. როზის? ხო, რაღაცა ფრინველი ის, ხო. ნახე? ძელი კისერია, ხო? კი, რა კაცია, მეც არა ვთქვი. აი გაფრინდა, წერო. ხო, მეგობრებო, ბადრის აქვს ესეთი ფეხსაცმელი, ნახეთ, ეკლებიანი რა. ეს გამოვიწერე ჩვენი ამბის შემდეგ. და ეს რო დგავ ფეხს სულ სხვა არის რა. ძალიან მოჭიდებული ხარ. ხო, ძალიან გეხმარება. წინაზე როგორც გახსოვთ, ესე გავუყევით. მერე კიდე მაღლა ავედით. თუ აქ იყო ის უკვე გადასასვლელი. აი მაგას ახლა ვნახავთ. მადლობა, ღმერთს მშვიდობით ამოვედით ჯერჯერობით. ბადრი, ეს ადგილია, ხო? ეს ადგილია, ხო? ის ბედის წერის ადგილი. ახლა გაგუწყურე და ეს უფრო არენდო. ანუ ხო. ისო, მანამდე გიხი. იმას გავაკეთე დიდიც. ხო, ახლა ამჯერად საფეხურები გავაკეთოთ გადასასვლელად. და ნახეთ ჩასავარდნი როგორ განახოთ. ძალიან დიდი ჩასავარდნია რა. იქით არის ყველაზე რთული მონაკვეთი. სხვათა შორის შეცვლილია, ხო, თითქოს? კი, ნახე სად იყავ შენ. აი, მე იქ ვიყავი ვაფშე. ნახე? აი, ზემოთ ვიყავ. ძალიან კარგი საფეხურები უნდა გავაკეთო რა. აი, ბადრის მანქანა სად არის? სად ვართ ამოსულები. მოკლედ ახლა საფეხურებს ვაკეთებთ და შევეცდებით მაქსიმალურად ნელა გადავიდეთ. საფეხურის გაკეთებაც კი სარისკოა. აქედან შანსი არ არის, ვერავალთ ვერანაირად. ერთი ვარიანტია ეს რა. კიდე სხვანაირი მახსოვდა აქაურობა, მეგონა შემოსასვლელი ქონდა კიდე იქიდან და. და კიდევ რა არის აქ თავარი? მე და ქიმია იქით რო გადავდივართ, არ ვიცით აქ ხდება. ხო, იქით აღარ ვიცით. მე უკან და გადმოვიდეთ კიდე და. ბიჭო, იქ ისეთი დაღმართია, არ ვიცი. რანაირად ავახცევთ მოვლა. აქ კლდეს მაინც ეჭიდები და. იქით არაფერი არაა რა, ჩასაჭიდებელი. კიდე მეგობრებო, ის არის საშიში, რომ ჩვენ ზემოთ შეიძლება ნებისმიერ წამს ჩამოვარდეს რომელიმე ქვა და ზემოთაც უნდა ვიყუროთ, ყურადღებით ვიყოთ. მოკლედ ბადრიმ გააკეთა ესეთი ნაბიჯები, აქამდე გამოვიდით, მაგრამ აქ არის უკვე ქვები რა. აქ როგორღა გადავიდეთ, არ ვიცი. წინაზე გიჟი ვიყავი, ბოლოში გავიდი რანაირად, კაცმა არ იცის, ანუ არანაირი ხელსაწყო არ მქონდა. ვეჭიდებოდი ცარიელ ადგილს. აი ესეთი არის რა, ანუ არ ვიცი როგორ აგიხსნათ. ძალიან დაღმართი არის. ვაი და იქით გადავიდეთ, მერე საით წავიდეთ, აღარ ვიცით, იმიტომ რომ იქით აღარ ვიცით რა ხდება. რამედო თავში რომ
იქ გავედი და ერთი ნაბიჯი მაკდა ასასვლელად და აღმართი იყო ვეღარ წავიღე ვერსად ფეხი აზიარო რა. ბიჭო ისე რაზე ვფიქრობთ არ ვიცი. სადამდეც გავალთ თუ არა და ამის ხოს მოვიფიქრებთ. მეგობრებო, ნახეთ რა ცოტა გვაკლია. საათს ამოვედი და ხელი მაქვსო გადატყავებული. საფეხურები გავაკეთეთ რა. ახლა ვიწყებ ასეთ საფეხურებს. ნახე, იცათო, ჩამოსვლისას. ხო. უსრი ჩადგი. ჩამოსვლა იქნება ყველაზე რთული. კი, ასვლა არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩამოსვლა. ღმერთო არ მჯერა რომ ამას ვაკეთებთ. გალობა ღმერთს მშვიდობით ამოვედით. მიდია მშვიდობით ჩავალთ, ისე როგორც ამოვედით. მანქანა ნახეთ. ხვდებით ხო სად ვართ? აქ არ ჩანს და ძალიან მიტყდება, მაგრამ რომავალთ აუცილებლად დრონით განახეთ კადრებს. ნახეთ მეგობრებო, რაღაცის ბუმბულია. აი მანდ ბალახზე. აი ნახე იქ. პირდაპირ. რომელი ფრინველია დაწერეთ აბა კომენტარებში. წეროსას გავქიმერ. რას გავს? იმ წეროს ბუმბულს გავს. ხო, მეც ეგონია. ფერები უბრალოდ იგივე. ესი ახოს არ ყოფილვართ. მანდე და ნავალთ წესით. ან ნახე კლდე არის, სადაც ჩავეჭიდებით და საფეხურებსაც ვხედავ. თუ გინდა გამიშვი პირველი. ავიდე გინდა? check points მოვადექით. მაგრამ ერთი ცოცხლე გვაქვს. ხელი მაქვს აშინელ დღეში. ძალიან მეწვის პროსტა. ესე დიდი არაფერი. აი ნახე აქ საფეხურებივითა, ერთი საფეხური, მეორე საფეხური. ანუ ბალახები კი. თან ამას რო დავეყნოთ. მოდი პირველი წავალ. რას რო დაეყრდნა? კლდე ეს თვით. ხო. ბალახები კი, მაგრამ იცი რას ვფიქრობ, ჩამოსვლაზეც ვფიქრობ რა. მე ზევიდან უკეთესად დავინახავთ, სად არის უკეთესი ჩამოსასვლელი რა. რა ზემოდან დავინახავთ აღვერხება. მოდი ავალ მაშინ მე პირველი. წამო. აბა ქიმე, ღმერთი შენსკენ. აი ეკლიანი ბალახები არ გვაქვს წინ. აქ უნდა დავეჭიდო, მაგრამ ძალიან სრია. რო ვიცოდე რომ ქვემოთ ამხელა ჩასავარდნი არ გვაქვს. ავიდოდი. ეგ რო იცი, ეგ გიმატებს სხვანაირად. თან ქვიშიანია და ქვიშა პლუს უფრო სრიალასაკის. ხო რა იქ რო ავიდე. აქ რო ახვიდე კი ასული ხარ. ხო ერთი იქ უნდა ამოთხაროთ რა. აიცა. მაგას ვფიქრობდი მეც. აჰა. რა გამოვიარეთ და რა სირთულე გვაქვს კიდევ წინ. რაც გამოგვულია არაფერი არ ყოფილა. არა ხო. სიმაღლის თემაშიც ბევრად მაღლა ვართ. აქ არ მაქვს ჩასაჭიდი. ქვაზე სრიალებს ქვიშა ჩათვალ. რო უცებ დავაყნო ფეხი და დავით. ოიცა? აუ ქვემოდა ყოველთვის სხვანაირად ჩანს ყველაფერი რა. გონია რომ იმას გაცდები და ასული ხარ. და ამ დროს უღარისი გელოდება წინ. ეგ არ დაგიცურდეს ფრთხილად. სცენარები არ მოჭრა ბიჭო. არა, просто ვიხარო რომ მოვიჭრა. ბიჭო, ავალ, მაგრამ ჩამოსვლა. მეც მაგაზე ვფიქრებ, ანუ ასვლით ავალ, ჩამოსვლა საქმე აქ. მაშინ ჩამოსვლაც იცი როგორ უნდა იყოს? როგორც ადიხარ, ეგრე უნდა ჩამოხვიდე, ანუ ხო ხტები? ისევ მაქეთ ამხარეს. ავიდე? არ ვიცი. ქვემოთ რო ვიხედები. აი გარი, მე ვივიწყებ, რომ სად აქ ვარ თორე. მანდ რო ვიხედებოდე? ესე ავძვრები პირდაპირ. არც დავფიქრდებოდი, მაგრამ ქვევით რო ვიხედები, ისეთი დაღმართია ფეხი თუ ჩაგისვლა. ეს გახსენებს უკვე რაც არის. ვერც გაჩერდება. რაიცო შემიშვი, სადავ. აუ, თან ბიჭო, მუღამი რო გაქვს რა. კი, ეგ არის, ყველაფერი მუღამია. აი ერთი აქ რო დამათმევინა ფეხი, მე იქ დავძავდი და ამის ვიზავდი. მე მაღლაც ზართულია პროსტა. აი აქ უსკროლი რო არ გქონდეს და უბრალოდ დასაგორებელი იყო. როგორც აქ ვთქავარ, დასაგორებელი ხოა. იქ წყდება ზუსტად აქ. ეგ რო არ იყოს და რო არ წყდებოდეს, გავრისკავ და თუ დავგორდები, სადღაცა ხო გავჩერდები და აი რამდენიმე სართულიან სიმაღლე და რო ეგრევე ვარდები. იქ უკვე რავი დამტრეული ხარ ადამიანი და დაღუპულიც. მთელი წონა და ძალა გადაიტანე ხელებში. ფეხი გაქვს ჩათვალე უბრალოდ პატარა საყდენივით. ახლა ხელართული. აბა გადმოდი და მე გამიში. ბადრი ადის მეგობრებო, მაგრამ ძალიან ცუდი ასასვლელია. რას ხედავ მან დაბა? ვიცი რა ხედავ. არ ამეკლებ თუ სიტუაციას ხედავ. ნახე, სხვა გესმის? ხო. თუყია სულ. 90% ამოვედით და თავის დანებება. არ ვიცი. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ გამოვიწერეთ არხი რა. ინსტაგრამს დაგვეხოვოთ. ცოცხლის ფასაც ვისკავთ რომ. ვაიმე, კიმე გატყდა. ნელა. გაზეც მეჭიდა მთელი წონა, ეგ გატყდა. მოდი ჯობია ჩამოდი რა. ავარა კიმე მე ჩამოვიდე. ხო, ჯობია. კეფსად მეტყა? კი. რომიკანა ხოშე. უნდა ჩამოწიე. შვილი ყავს. ნელა ბადრი. შენ გადარჩა. მეორე ფეხსად ჩამოწიე. აი რა, რომელიც გიდგას მაგის ქვემოთ. არა, ჩამოწიე ქვემოთ. კიდე ჩამოწიე. მარცხნივ, რო რამე აქ ხარ და ხელს გამოგიშვებ. ნელა.
ცუდად გიდეს ფეხი. აი მანდ. სად? მანდ გედოს. ხო. კიდევ მეორე? ეს აქ არა ბადრი. იქით უნდა დადგა. მოიცა. აი მიდი, გიჭერ. გაწვევი. იქითა. მანდ, ნელა. ჩასრიალე ცოტა ქვემოთ, შეგიძლია. ჩასრიალე ცოტა ქვემოთ. აი ჩანთის. გაწვევი ფეხზე. შეგარი ხარ? ერთიც მანდ დადგი. ეგ არის, ღმერთო. ხიბერეს რა. რო გატყდა იქ მივხვდი რომ არა აზრი არა აქვს. აქედან არ უნდა ვიდეთ. ჩვენს რას ვიყავი რა მოვიდოთ შანსი არა. სრიალებსა. გული გადამიციდა ჩემი. ფავარიანსაც ვერ ხედავ, აი სად შეიძლება გადავიდეთ. არა ძალიან საშიშია. ძალიან საშიში. ერთ შეცდომ უნდა იგა. ასფალტ თავიდანები ჩამოსვლა საშიში. რა ვიცი მეგობრებო, გადავხედოთ და თუ სხვა ვარიანტი იყო ასასვლელად, განვიხილოთ და იქიდან შევეცდებით ავიდეთ. ამ ხელაზე ამოვიდით, აქ არის უკვე და დანებება არ გვინდა რა. მაგრამ არც ის გვინდა რომ ჩვენი საბედისწერო აღმოჩნდეს ეს მოგზაურობა. მოკლედ ვითაცბირეთ მე და ბადრიმ და გადავწყვიტეთ რომ ბარემ აქ ვართ. მეც ფიზიკურად ვერ ავალთ. ყველგან გავიხედეთ, აქეთ დიდი კლდეებია, იქით დიდი კლდეებია. მაინც დრონს ვაფრენ, მაინც. დრონს ავაფრენთ, შევხედავთ აქვე რა ხდება და ჯანმრთელობა პირველ რიგში რა. მართლა მაქსიმუმს ვეცადეთ, გულით გეუბნებით. მართლა მაქსიმუმს ვეცადეთ. წინა ეს სადაც გავჩერდით, ნახევარზე ვიყავით ამოსულები და კიდე ნახევარი დავამატეთ ახლა. აი ზემოთ წეღარო ვიყავი და ქიმიასო დაუძახი გამიტყდა თქვა არ ვიცი თუ იჟებდა მაგდროს თვითონ. მეგონა რომ უკვე ჩავარდი რა. ხერი რაზეც თელი იმედები მქონდა დამყარებული ის გატყდა. მეც მქონდა სხვათა შორის ეგ მომენტი, მაგრამ არა მომიღია. პანიკაში არ ჩავარდნილიყავით. მოკლედ მეგობრებო, დრონს ავაფრენთ, შეგახედებთ რა ხდება. იმედია გაგვიგებთ, მართლა აი მაქსიმუმი ვცადეთ, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. მაგრამ ჯანმრთელობის ფასად ვერ გავრისკავთ რა. სიცოცხლის ფასად და რაღაც ჯანმრთელობა. სიცოცხლის ფასად. აქ მართლა თუ დაგორდი გადარჩები, არ გადარჩები, წარმოდგენა არ აქვს. თან ბადრის ოჯახი ყავს, ცოლ-შვილი ყავს. ზემოთ მოვედი, მაგ დროს გამახსენდა რა. გავიწყდება ხოლმე და მე რაღაცას უაკეთებ, გავიწყდება. ხო, მოკლედ ავაფრენთ დრონს და დატყვით დრონის კადრებით და ჩვენს ძალიან გვაინტერესებს რა ხდება იქ. ამიტომ დალაიქით ვიდეო, გამოიწერეთ არხი და Instagram-ზეც დაგვაფოლოვეთ. ძალიან გაგვახარებთ. მოკლედ იხილავდით დრონის ულამაზეს კადრებს, ნახავდით რომ ერთად ვერ მიუდგებოდით. არ არის მისადგომი, ბადრი როგორც ურავს აი ბიჭო. მეგობრებო, მე მისმინეთ ახლა აქ მისulis ერთადერთი გზა არის, გასვლელი რო ხარ ზემოთ დიდ რაიმე ლოს გამოსდებ თოქს და ზემოდან დაეშვები სწორ კედელზე. დადაეშ. დრონის კადრებში იხილავდით რა ხდება შიგნით. მე არ ვიცი ახლა. შემდეგ ნახავ და ბიჭო, გამომხედე, ერთთან მივედი ახლოს. ხო. ისეთი ღრმა იყო. აი შავი ჩანდა რა. ის აღარ ჩანდა შიგნით. ხადაო. და იცი როგორი იყო შიგნით იატაკი? აი გეკუნება გაცრილი ქვიშაყრია, აი რო ჩაეფლობი ეგეთი. იმედი მაქვს შემდეგზე პროფესიონალებთან ერთად მოვახ და ზემოდან დავეშვებით რა სიტყვა. რავი, მაგას თუ გავაკეთებთ, ძალიან მაგარი იქნება რა. გახედე. ჭარი? საათ? თუ საბურავი. ვერ ხედა. შანსი არა ეგ ვერ გაინახა. კი. მოიცა? საბურავი გდია, საბურავი. 2 წელი საბურავი. აუ ის რატი? ნახე იმენა. ფრინველთა მეფეს ავიდგას. ნაანდროს წერზე. პატარაზი რო გაგისივდეს სახში არ იდარდო. ოპა. ჩემგან ცოტა ცუდი სიტუაცია. თუ რამეა დაგიძახებ ფიმე. ძალიან შორს არის წახვიდე იცი რატო? საფეხურები რო არ არის ვერ ხვდები, კარგავ დგავ, ცუდად დგავ. უბრალოდ რომ მითხრა ხოლმე. აი დიდი ქარი ამოვარდა. ბილიქს არაცდა. გადავდივართ იმ ცუდ ადგილას, სადაც მასში ვიყავით. ვაიმე, დაიძრა? ხო არ გინდა ეს მოგცე?
მოდი მოგცე მე. თხილად ქიმე რა, გთხოვ ძალიან. ხელის გასა ისიც გაიკეთე მოსაჭიდებელი. გადმოდი და ისე ქენი, ხელ ახლა გააკეთე. გადმოდი. აქეთ ორივე ფეხი გადმოდი, ისიც ძალიან ცუდად გიდგას. აუ მეგობრებო, გადასვლაც ცოტა არ მომწონს. მოიცა ქიმერ გაგიკეთე და ორივე კარგად დადგე. აი ეგ ჩადგის მაქსიმალურად შეწიე. ეს გამომართვე. ვიცოდი რომ ესე დაგჭირდებოდა. აი უბრალოდ ხო გამოვიარეთ, მაგრამ განადგურდა საფეხური რა. მაგიტო ვიძახდით იქაც რა. შეიძლება ავიდეთ, აი აქედან ნახე, მიდი ქიმერ თხილად. კარგად დაგანახოთ, ნახე უკედელი არის. ქიმერ ახლა გიკარნახებ. ხედავ, იმაზე ძალიან ფრთხილად. აი ეს დამიჭირე, რომ შემოტრიალდე. ეს სანდუა. პირდაპირ ჩამოვდგა. всё. ახლა მოიცა გადავა. გადმოდი. მოიცა. პუცა. განმოვედინე და всё. დაივიწყე სად გახარ. ფეხი მიკანკალებს ხო ბიჭო? ადრენალინია. ქიმე. კარგი არის? კი, მან სანდუარი ყველა ვაფშე. ეს ის ადგილია მგონი რო გელოდებოდი და შენ გააგწელი. ჯერ მოთავარ. არა, ჩასვლით არ ჩადიხარ. ბოლომდე არ ჩახვიდე, ნახე საფეხურები დავინახე. ამოსასვლელი სად არის? ამოსასვლელი. ჩასასვლელთან ვართ. აქედან არ ვიყოთ ჩასასვლელები და მიდი ქიმერ ფრთხილად. ის ხვა რომელი იყო გატეხილი? კი. თან ისეთი არის, რომ ჩვენს წონას შანსი არა. ამას გისრიალებ იცოდე. ქიმერ. ფუშინ თვალები. უი, ეგარც დამინახავს. კი, ეგ არის ბოლო. აქედან ჩასვლა გამახსენე შენ? ბიჭო, აქ იცი როგორ ჩადი? აქ უკვე პირიქით ჩადი. როგორც აი მე ზემოდან რო ჩამოვედი. მე ერთი იდეა მაქვს. ცოტა გიჟური. მიდი. გიცდი. არა ვიცი რა დავდგო, სხვა რაღაცას ვაკეთებ. ხელი არ მქონდა. უი, ჩანთა დავივიწყე. ჩავუყვეთ პირდაპირ. ჩამოვახციეთ როგორც იქნა. ესეთი ექსტრემი кайხანი არ მიმიღია. იმე რა უკვე თუ გინდა გორვა გომიწაზე. დინაზე მეც ავიქეჭი გახსოვს? ხო. აუ რა კაია ჩდომა ხადაო. ჩდომა ეძახე და მანქანასთან ავჩაქსო, რომ უნდა გაიბერხო. მოკლედ ბოლომდე ჩავალთ და მანქანასთან ჩაგერთობთ. რაიკი. მეგობრებო, ჩამოვედით როგორც იქნა, მოვედით მანქანასთან და ახლა უნდა განახოთ ჩემი ფეხის მდგომარეობა. ჩემი კაი. ამას უყურეთ, ბიჭო, მეორეც. ღმერთო ჩემო. მივდივართ მეგობრებო სახლში, როგორც იქნება მშვიდობით დასრულდა ეს მოგზაურობა. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, გააქტიურეთ ზარისხილაკი. აუცილებლად ბადრის არხიც გამოიწერეთ. მადლობა მეგობრებო წიასწარ. დაგვაფოლოთ Instagram-ზე და მეტი სიგიჟე ვიდეოებისთვის და მოგზაურობისთვის აუცილებლად გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ჩვენ კი უკვე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა მაგათ მეგობრებო.